აკრები პირველი თვითყოფადი უბანია, რომლის მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. უბანი მდებარეობს ვაკესა და საბურთალოს შორის და აერთიანებს ყველა იმ ფუნქციასა და სერვისს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. თვითყოფადობა გულისხმობს ტერიტორიის სრულ ფუნქციურობას, როდესაც უბნიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო ყველა ის სერვისი, რაც ადამიანისთვის როგორც აუცილებელი, ისე სასიამოვნო და კომფორტულია. შესაბამისად, თვითყოფადობა ნიშნავს, რომ შენი უბანი არის იმდენად სრულყოფილი, რომ იქიდან გამოსვლა ფაქტობრივად არ გიწევს. აქ ქალაქის ცენტრისათვის დამახასიათებელ უპირატესობებსა და სერვისებს ვიღებთ. ურბანულად დაუბინძურებელ და ჯანსაღ გარემოში. თან რამოდენიმე წუთში ვაკეში ან საბურთალოზე ვართ. ეს ორმაგი ბენეფიტია, რომელიც ფაქტობრივად ახალ, კომფორტულ ცხოვრების ფორმატს გვთავაზობს. ნაფეტვრების გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის ჰაერის ნაკადების ფორმირებაში. ჩვენი გუნდისათვის ძირითადი გამოწვევა არის ამოცანის იმგვარად ამოხსნა, რომ სივრცით გეგმარებითმა გადაწყვეტა მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ლანდშაფტზე და არ შეაფერხოს თბილისისკენ მიმართული ჰაერის ნაკადები. აკრების თვითყოფადობა თბილის განტვირთვაში ეხმარება. ამ გზით დატვირთვა ნაწილდება, ხდება ფუნქციებისა და სერვისების დეცენტრალიზაცია, რაც ადამიანს, რომელიც აქ ცხოვრობს, შესაძლებლობას აძლევს შეამციროს გადაადგილება ქალაქის სხვადასხვა უბნებში. თბილისი იზრდება, ამ შემთხვევაში ლოგიკურად. ითვისებს იმ პერიფერიულ სივრცეებს, რომელიც გაძლევს საშუალებას სწორი დაგეგმარებით განახორციელო ახალი ურბანული ქსოვილი. ჩვენ ქალაქს ახალი შენობებით კი არ ვტვირთავთ, არამედ ვავითარებთ მას პერიფერიის ხარჯზე. რაც მთავარია, თბილისის აკრები ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს. არქიტექტურა ერგება ადგილობრივ გარემოს და არა პირიქით. განაშენიანება არის მხოლოდ 15%, ხოლო 85% ბუნებრივ მწვანე საფარს უკავია. ეს კიდევ ერთ უნიკალურობას ძენს პროექტს, რადგან მსგავსი განაშენიანების პროპორცია ქალაქში არ არსებობს. მსგავსი თვითყოფადი ტიპის უბნების შექმნით შენს ქალაქს წარმოუდგენლად ეხმარები, რადგან არ ტვირთავ არსებულ სივრცეებს და ქმნი ახალ განაშენიანებას. თბილისი არა მხოლოდ იზრდება, არამედ ვითარდება.